საუდის არაბეთს არ უნდა რომ რაიმე კონდეს საკუთრებაში. საუდის არაბეთს არ სურს ბირთვული ბომბის შეძენა, მაგრამ ყოველგვარი ეჭვის გარეშე თუ ირანი შექმნის ბირთვულ ბომბს, ჩვენც უმოკლეს დროში იგივე გზას გავყვებით. ირანსა და საუდის არაბეთს შორის კონკურენცია კიდევ უფრო გამწვავდა. რაც ადრე ცივი ომი იყო, ეხლა ბევრად უფრო ცხელ სახეს იღებს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ირანული რაკეტები და დრონები საუდის ნავთობის პორტებსა და ავიაბაზებს დაესხა თავს. დააზიანა ისეთი ადგილები, როგორიც არასტანურა და აღმოსავლეთი პროვინცია. საუდის არაბეთში ხანძრების ფონზე ერიადმა მკაცრად განაცხადა, რომ თეირანთან ნდობა სრულად დაკარგულია. მოხსენებები ასევე იუცხება, რომ მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი კონფიდენციალურად ესაუბრებოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მოუწოდებს არ დაკმაყოფილდეს ნახევარი ზომებით, არამედ ირანი მთლიანად გაანადგუროს. ეს აღარაა შეკავებაზე საუბარი, ეხლა საქმე განადგურებას ეხება. რომ გაიგოთ საით მიდის ეს ყველაფერი, უნდა გადახედოთ წარსულს და დააკვირდეთ, როგორ გადაიქცა 10 წლეულების წინ მომხდარი რევოლუცია საუდის არაბეთის ალკაჯარში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებად და როგორ გააძევეს ირანის მაღალი თანამდებობის პირები ქვეყნიდან, როგორც სახელმწიფოს მტრები. 1979 წლამდე ირანი და საუდის არაბეთი მეტოქეები იყვნენ. მაგრამ ეს იყო ისეთი მეტოქეობა, რომლის მართვაც შეიძლებოდა. იყო დაძაბულობა, იყო კონკურენცია, მაგრამ არსებობდა მკაფიო საზღვრებებიც. ირანი შაჰის მმართველობის დროს მჭიდროდ იყო დაკავშირებული შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც საუდის არაბეთი. ორივე ქვეყანა ამერიკის სტრატეგიის მხრივ სპარსეთის ხურივ არსის ხურეში ერთ მხარეს იჯდა. ისინი გავლენისთვის, პრესტიჟისთვის, ეკონომიკური ბერკეტებისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ეს არასდროს გრძნობოდა როგორც ნულოვანი ბრძოლა, ჯამის ბრძოლა. არც ერთი მხარე არ ფიქრობდა, რომ მეორე ცდილობდა მას რუკიდან გაეკრო. შემდეგ დადგა 1979 წელი და ყველაფერი თითქმის ერთ ღამეში შეიცვალა. ირანის რევოლუციამ უბრალოდ ერთი ლიდერი მეორეთი არ შეცვალა. მან მთლიანად სახელმწიფოს იდენტობა გარდაქმნა. ირანი აღარ როგორც ჩვეულებრივი ქვეყანა, რომელიც საზღვრებსა და სტაბილურობაზეა ორიენტირებული. მან თავი წარმოაჩინა როგორც რევოლუციური ძალა, რომელიც დაფუძნებულია იდეაზე, რომ მისი მოდელი ირანში არ უნდა დარჩეს. თეირანში ახალი ხელმძღვანელობა საკუთარ სისტემას აღიქვამდა როგორც ისეთ რამეს, რომელიც უნდა გავრცელებულიყო და გარშემო რეგიონი შეეცვალა. სწორედ აქედან დაიწყო დაძაბულობის გამწვავება. რადგან რიადისთვის ეს უბრალოდ პოლიტიკის ცვლილება არ იყო. ეს იყო პირდაპირი გამოწვევა იმ თლიან წესრიგისთვის, რომელზეც ისინი იყვნენ დამოკიდებული. საუდის არაბეთი უბრალოდ კიდევ ერთი სახელმწიფო არ იყო რეგიონში. ეს იყო მონარქია, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული რელიგიასთან. აგებული იყო სუნიტური ისლამის მცველისა და მექასა და მედინას დამცველის როლზე. ეხლა მოულოდნელად ირანი წინ გამოვიდა და თავს შიიტი მუსლიმების გლობალურ ხმას წარმოაჩენდა. სთავაზობდა ალტერნატიულ მოდელს, რომელიც პირდაპირ ეჯიბრებოდა საუდის არაბეთის ლეგიტიმურობას. ამიტომ ის რაც ოდესღაც კონტროლირებადი მეტოქეობა იყო, სწრაფად გადაიქცა ბევრად უფრო ღრმა დაპირისპირებად. ეს ვაჯრობის მარშრუტებსა თუ რეგიონულ გავლენას აღარ ეხებოდა და არსებითად იდეოლოგიური გახდა. სუნიტურ და შიიტურ ისლამს შორის სექტანტური დაყოფა წინა პლანზე გადავიდა, მაგრამ ხშირად ესეც უფრო პოლიტიკური ინსტრუმენტი იყო, ვიდრე მხოლოდ რელიგიური. ყველაფრის ქვემოთ იყო ერთი მარტივი რეალობა, რომელსაც ორივე მხარე კარგად ხვდებოდა. ეს ხდებოდა შეჯიბრებად, რომლის წაგებაც არც ერთს არ შეეძლო. და როცა იმ წერტილამდე მიდიხარ, სადაც ორივე მხარე საფრთხეს არსებობისთვის ხედავს, წესები იცვლება. ირანი უკვე უბრალოდ ქვეყნის მსგავსად აღარ მოქმედებდა. მან დაიწყო მოქმედება როგორც მოძრაობამ, როგორც იდეამ, რომელიც მის საზღვრებს ცდებოდა. და საუდის არაბეთი უნდოდა თუ არა აღმოჩნდა მთავარ ბარიერად, რომელიც მის გზაზე იდგა. მაგრამ მე ვნახე, რომ თქვენ აიათოლა ხამენეი ახლო აღმოსავლეთის ახალ ჰიტლერად მოიხსენიეთ. აბსოლუტურად. რატო? იმიტომ რომ ასე უნდათ. იმიტომ რომ მას გაფართოება უნდა. მას სურს შექმნა საბუთარი პროექტი ახლო აღმოსავლეთში. ძალიან გავს ადოლფ ჰიტლერს, რომელსაც მაშინ გაფართოება უნდოდა. ბევრმა ქვეყანამ სოფლიოში და ევროპაში ვერ გაიაზრა, რამდენად საშიში იყო ადოლფ ჰიტლერი, სანამ ეს არ მოხდა. არ მინდა იგივე მოვლენები ახლო აღმოსავლეთში გეჩი განმეორდეს. იქიდან უკვე დროის საკითხი იყო, როდის გასცდებოდა ეს მეტოქეობა მათ საზღვრებს და გავრცელდებოდა მთელ რეგიონში. პირველი ნამდვილი აფეთქება 1980 წელს მოხდა, რამაც მეტოქეობა ჩრდილიდან ღია კონფლიქტში გადაიყვანა. ირან-ერაყის ომმა ერაყი სადამ ჰუსეინის ხელმძღვანელობით ირანის რევოლუციური ზეწოლის წინააღმდეგ ფრონტის ხაზად აქცია. საუდის არაბეთი ერაყის მხარეს ჩაერია არა იმიტომ, რომ სადამს ენდობოდა ან მის ხედვას იზიარებდა, არამედ იმიტომ, რომ ეშინოდა, რად გადაექცა ირანი. რიადის პერსპექტივიდან ირანის შეჩერება ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ხოლო თეირანის თვალსაზრისით ეს ყველაფერს ცვლიდა. საუდის არაბეთი აღარ იყო უბრალოდ კონკურენტი, რომელიც შორიდან აკვირდებოდა მოვლენებს. ახლა ის აქტიურად უჯერდა მხარს ირანის მტრებს. ამ ცვლილებამ ორივე მხარეს დამოკიდებულებები გაამკაცრა და კონფლიქტი ბევრად უფრო პირადულ ხასიათს მისცა. ამავე დროს კიდევ ერთი სახის ზეწოლა იზრდებოდა, რომელიც ტანკებსა და რაკეტებს არ ეხებოდა. ნავთობი იარაღად გადაიქცა. საუდის არაბეთს შეეძლო წარმოების რეგულირება და გლობალურ ფასებზე გავლენის მოხდენა, რაც მას ძლიერ ეკონომიკურ ბერკეტს აძლევდა. ირანს, რომელიც უკვე ომით იყო გადაღლილი და მრავალი მიმართულებით იზოლირებული, ასეთი მოქნილობა არ ჰქონდა. ამიტომ, როცა ბრძოლამ ირანი ბრძოლის ველზე დაასუსტა, ეკონომიკურმა ზეწოლამ ის გარედანაც დააწვა. ეს იყო ორმაგი დარტყმა, რომელმაც მეტოქეობა კიდევ უფრო გაამზაფრა. შემდეგ კი დაძაბულობამ ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე სფეროს მიაღწია, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. 1987 წელს მექაში ჰაჯის დროს ირანელმა მლოცველებსა და საუდის არაბეთის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები მოხდა. ის რაც წმინდა მოგზაურობა უნდა ყოფილიყო, ქაოსად გადაიქცა.
400-ზე მეტი მომლოცველი დაიღუპა. უმეტესობა მათგანი ირანელი იყო. რეაქცია მყისიერი და ემოციური იყო. საელჩოებს თავს დაესხნენ. ქუჩებში გაბრაზება გადმოიღვარა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჩაიშალა. ამ ეტაპზე კონფლიქტი მხოლოდ პოლიტიკურ ან სამხედრო საკითხს აღარ წარმოადგენდა. კონფლიქტმა რელიგიასაც კი მიაღწია და ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაშიც შეიჭრა. ოჯახებმა საყვარელი ადამიანები დაკარგეს იმ დროს, როცა ეს მომენტი რწმენისა და ერთიანობისთვის იყო განკუთვნილი. ასეთი დანაკარგი სწრაფად არ ქრება. ის რჩება და მთელ საზოგადოებებში ცხენას კიდევ უფრო ამზაფრებს. ამის შემდეგ მცირე ხნით ვითარება თითქოს დამშვიდდა. 1990-იანებსა და 2000-იანი წლების დასაწყისში იყო დიპლომატიური ვიზიტები, უსაფრთხოების შეთანხმებები და ურთიერთობის სტაბილიზაციის მცდელობები. ზედაპირზე ჩანდა თითქოს პროგრესი იყო, თითქოს ორივე მხარე უკან იხევდა უფსკრულის პირიდან. მაგრამ შიგნით ძირითადი პრობლემები ისევ არსებობდა. ხელუხლებელი. არ არსებობდა რეალური შეთანხმება თუ ვინ უნდა ყოფილიყო რეგიონის ლიდერი, არც საერთო ხედო მომავლისთვის და არც იდეოლოგიაზე კომპრომისი. მეტოქეობა არ დასრულებულა, უბრალოდ ჩაჩუმდა. ყინული შეიძლება ოდნავ გალღვა, მაგრამ ქვემოთ ცეცხლი ისევ ანთებული იყო. შემდეგ მოვიდა 2003 წელი და მთელი სურათი ისევ შეიცვალა. შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ერაყის ომი და ხელისუფლებიდან გადააყენა სადამ ჰუსეინი, რომელიც მოგვიანებით 2006 წელს სიკვდილით დასაჯეს. ფორმალურად ეს დიქტატორის დაცემას ჰყავდა. რეალურად ეს იყო მნიშვნელოვანი ბუფერის მოცილება, რომელიც ირანს არ აძლევდა საშუალებას უფრო ღრმად შეეღწია არაბულ სამყაროში. რასაც მოხდა რეგიონი ისე შეცვალა, როგორც ცოტა ვინმეს წარმოედგინა. გარდაჩი შიიტური მთავრობა ჩამოყალიბდა, ხოლო ირანმა სწრაფად დაიწყო გავლენის გაძლიერება პოლიტიკური ალიანსების, მილიციის ქსელებისა და ეკონომიკური ქსელების და ეკონომიკური კავშირების გზით. რამდენიმე წელიწადში თეირანს ერაყში ისეთი გავლენა ჰქონდა, რაც შეჭრამდე თითქმის წარმოუდგენელი იქნებოდა. საუდის არაბეთის თვალსაზრისით ეს იყო კოშმარი, რომელიც ნელა ვითარდებოდა. რაც მათ დაინახეს, ეს არ იყო მხოლოდ ირანის გავლენის ზრდა აქა-იქ, არამედ შეგნებული სტრატეგია, რომელიც თითქოს შიიტური ძალაუფლების სარტყელს ქმნიდა რეგიონში. ნაბიჯ-ნაბიჯ, თეირანი აშენებდა იმას, რასაც ბევრმა შიიტურ ნახევარმთვარედ მოიხსენია, რომელიც ირანიდან ერაყის გავლით სირიამდე და ბოლოს ლიბანამდე ვრცელდებოდა. და სწორედ აქ იღებს მეტ სიმწვავეს ეს მეტოქეობა. სექტანტური დაყოფა აღარ იყო მხოლოდ იდენტობის ან რწმენის საკითხი. ის გადაიქცა ინსტრუმენტად, რომელსაც ორივე მხარე იყენებდა მხარდამჭერების მობილიზებისთვის, საკუთარი ქმედებების გასამართლებლად და რეგიონში დაყოფის გასაღმავებლად. ეს ცვლილება მხოლოდ ერაყს არ შეეხო. მან ძალთა ბალანსი მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით შეცვალა. და როგორც კი სახელმწიფოები ამ ზეწოლის ქვეშ დასუსტდნენ, მეტოქეობამ ახალი ასპარეზები იპოვა და მკეიფა ქვეყნები ბრძოლის ველად აქცია. ეს ის მომენტია, როცა მეტოქეობა სრულად გამოვიდა ფარდის მიღმა და მისი იგნორირება შეუძლებელი გახდა. ის ყველაზე თვალსაჩინო ფორმაში გადავიდა, პროქსი ომებში. ირანმა შექმნა იმას, რასაც თავად უწოდებს წინააღმდეგობის ღერწს, მოკავშირე ჯგუფებისა და მილიციების ქსელი, რომელიც მთელ რეგიონშია გადაჭიმული. დიდი არმიების გაგზავნის ნაცვლად თეირანმა უფრო მოქნილ სტრატეგიას მიმართა. იარაღი, წვრთნები, დაფინანსება და ხელმძღვანელობა ირანიდან გადიოდა, ხოლო სანაცვლოდ ეს ჯგუფები წინა ხაზზე ზეწოლის წერტილებად იქცნენ. ეს იყო დაბალბიუჯეტიანი, მაგრამ მაღალი ეფექტის სტრატეგია. ირანმა გააფართოვა თავისი გავლენა ისე, რომ პირდაპირ მონაწილეობა არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთს რამდენიმე ფრონტზე უწევდა სიფრთხილის გამოჩენა, საუდის არაბეთმა უპასუხა ამაზე შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამკაცრებით. და სწორედ აქედან დაიწყო მეტოქეობა რეგიონის ფარგლებს გარეთაც. ერიადმა გახსნა მნიშვნელოვანი ბაზები, როგორიცაა მეფე ფაჰდის ავიაბაზა, ამერიკული ძალებისთვის, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ომის დროს. 1990-იანი წლებისთვის ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი იყო განლაგებული საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, რაც ამერიკული სამხედრო ყოფნის უშუალო ინტეგრაციას ნიშნავდა სამეფოს თავდაცვის სტრუქტურაში. ამავე დროს საუდის არაბეთმა უზარმაზარი რესურსები ჩადო იარაღის შესყიდვებში. 2010-იანი წლების შუა პერიოდში ამ შეთანხმებებმა $100 მილიარდ გადააჯარბა, რაც მოიცავდა თანამედროვე გამანადგურებელ თვითმფრინავებს, სარაკეტო თავდაცვის სისტემებსა და მძიმე ჯავშანს. ეს მხოლოდ იარაღის შეძენას არ ეხებოდა. საქმე იყო იმაში, რომ საუდის არაბეთის უსაფრთხოება ამერიკულ სისტემაში დაემყარებინათ და იყო ნავთობიც, რომელიც ჩუმად ამყარებდა ყველაფერს კულისებში. საუდის არაბეთი დარჩა მსოფლიოს მთავარი მარეგულირებელი მწარმოებელი, რომელსაც შეეძლო წარმოების გაზრდა ან შემცირება გლობალური ფასების დასტაბილურებლად. ამან ვაშინგტონს მისცარწმენა, რომ თუნდაც ირანმა მიწოდება დაარღვიოს, ბაზრის დაბალანსება მაინც შესაძლებელი იქნებოდა. ამიტომ ენერგია სტრატეგიის ნაწილად იქცა ეკონომიკური ძალა პირდაპირ სამხედრო პოზიციონირებას დაუკავშირდა. ამავე დროს კიდევ ერთი დაახლოება იკვეთებოდა. უფრო ჩუმად, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია. ისრაელი მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთთან ფორმალურად მოკავშირე არ იყო, მაინც იგივე მიმართულებით მოძრაობდა. ორივე ირანს ცენტრალურ საფრთხედ აღიქვამდა. გულისებს მიღმა დაზვერვითი თანამშრომლობა გაიზარდა, განსაკუთრებით ჰეზბოლას მსგავსი ჯგუფებისა და ირანის ბირთვული ამბიციების გარშემო. უკვე 2000-იან წლებში ჩნდებოდა ცნობები ფარული კონტაქტების შესახებ, რაც შემდგომში უფრო ღრმა კოორდინაციის საფუძველს ქმნიდა. შედეგად ჩამოყალიბდა საპასუხო ქსელი, რომლის ცენტრში საუდის არაბეთი იდგა და რომელსაც ამერიკული სამხედრო ძალა, ფინანსური ბერკეტები და ისრაელის ფარული მხარდაჭერა ამაგრებდა. მოწინააღმდეგეობა აღარ იყო მხოლოდ ამ ორ ქვეყანას შორის. ეს უკვე უფრო ფართო დაპირისპირებად იქცა, რომელიც რეგიონს აყალიბებდა. ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომელიც ამ საპასუხო ქსელს ასე მჭიდრო დაერთიანებდა, იყო ირანის მუდმივი სწრაფვა ბირთვული შესაძლებლობებისკენ.
თეირანი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მისი პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურებოდა, მაგალითად ელექტროენერგიის წარმოებასა და სამედიცინო იზოტოპებს, მაგრამ ირანის გარეთ ეს არგუმენტი არასდროსავის ბოლომდე არ დაუჯერებია. 2000-იანი წლების დასაწყისიდან შეშფოთება იზრდებოდა, რადგან ჩნდებოდა მტკიცებულებები დაფარული ობიექტების, გაფართოებული ცენტრიფუგების პროგრამებისა და ურანის გამდიდრების დონეების შესახებ, რომლებიც ბევრად აღემატებოდა სამოქალაქო პროგრამისთვის საჭირო დონეს. სწორედ აქ იძენს მნიშვნელობას ქრონოლოგიაც. ერაყის ომის შემდეგ, რომელმაც ირანისთვის მნიშვნელოვანი რეგიონული შემაკავებელი ფაქტორი გააქრო, პროგრამამ უფრო სწრაფად დაიწყო წინსვლა. იმ დროისთვის, როცა ინსპექტორებმა აღმოაჩინეს ისეთი ობიექტები, როგორიცაა ნათანის ბირთვული ობიექტი და ფორდაუს საწვავის გამდიდრების ქარხანა, ირანს უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა მიღწეული. ამ აღმოჩენამ შეცვალა რეგიონის დამოკიდებულება თეირანის განზრახვების მიმართ. 2015 წელს ერთობლივმა ყოვლისმომცემმა მოქმედების გეგმამ დროებითი შვება მოიტანა. სანქციების შემსუბუქდა და ირანი დათანხმდა, შეეზღუდა გამდიდრების პროცესი. მოკლეხნით ჩანდა, რომ საკითხი შეიძლება დასტაბილურებულიყო. მაგრამ ერ-რიადში თავიდანვე ღრმა სკეპტიციზმი არსებობდა. საუდის არაბეთის ლიდერები ამ შეთანხმებას შესვენებად აღიქვამდნენ და არა როგორც გადაწყვეტას. რაღაც, რაც ირანს საშუალებას აძლევდა შეენარჩუნებინა თავისი პროგრამის ძირითადი ნაწილები და დრო ეღიდა. როდესაც შეთანხმება 2018 წელს დაიშალა, ეს შიშები თითქოს გამართლდა. ირანმა კვლავ დააჩქარა პროცესი და გამდიდრების დონეები სულ უფრო და უფრო მაღლა აიყვანა. მან მიაღწია დაახლოებით 60%-იან სისუფთავეს, რაც ჯერ კიდევ არ არის იარაღისთვის საჭირო დონე, მაგრამ ტექნიკურად ძალიან ახლოსაა. 2020-იანი წლების დასაწყისისთვის ირანს უკვე დიდი მარაგი ჰქონდა მაღალგამდიდრებული მასალის. ამოვიდროს ის პერიოდი, რომელსაც ექსპერტები გარღვევის დროას უწოდებენ, ანუ დრო, რაც იარაღისთვის საკმარისი მასალის წარმოება სჭირდება, მნიშვნელოვნად შემცირდა. ზოგიერთი შეფასებით ეს დრო კვირებამდე შემცირდა. საუდის არაბეთისთვის ეს უბრალოდ კიდევ ერთი უსაფრთხოების პრობლემა არ იყო. ეს ბევრად უფრო ღრმა რამ იყო. ბირთვული შესაძლებლობის მქონე ირანი არ მხოლოდ პირდაპირ გააძლიერებდა თეირანს, არამედ ასევე დაიცავდა მის რეგიონალურ მოკავშირეთა ქსელს, რაც მათ უფრო დიდი თავდაჯერებით მოქმედების საშუალებას მისცემდა, მაშინ როცა საუდის არაბეთი პირდაპირ ესკალაციის რისკის წინაშე იდგა. ერ-რიადის პერსპექტივიდან ასეთი დისბალანსი მიუღებელი იყო. სწორედ ამიტომ მოჰამედ ბინ სალმანმა ამ საკითხზე ასე მკაფიოდ ისაუბრა. თუ ირანი ბირთვული იარაღში იმუშავებდა, საუდის არაბეთიც დაიწყებდა მის შექმნას და ძალიან სწრაფად. გეშინია თუ არა, რომ ირანი ბირთვული იარაღს მიიღებს და ეს მათაც ბირთვული იარაღის მიღებისკენ უბიძგებს? ჩვენ ნებისმიერი ქვეყნის მიერ ბირთვული იარაღის მიღებაზე ვდარდობთ. ეს ცუდი ნაბიჯია. და ბირთვული იარაღის მიღება საჭირო არ არის, რადგან მის გამოყენებას ვერ შეძლებ. თუნდაც ირანმა მიიღოს ბირთვული იარაღი, ან რომელიმე ქვეყანამ გამოიყენოს ბირთვული იარაღი, ეს ნიშნავს, რომ ისინი დანარჩენ მსოფლიოსთან ომში ჩაებმებიან. მსოფლიო ვერ უნდა ნახოს კიდევ ერთი ჰიროსიმა. თუ მსოფლიო 100,000 გარდაცვლილს იხილავს, ეს ნიშნავს, რომ დანარჩენ მსოფლიოსთან ომში ხარ. ამიტომ ბირთვული იარაღის მიღწევა უსარგებლო მცდელობაა, რადგან მის გამოყენებას ვერ შეძლებ. ეს მუქარად არ იყო წარმოდგენილი, არამედ როგორც გათვლა. გადარჩენი საკითხია რეგიონში, სადაც ძალთა ბალანსი შეიძლება ერთ ხამეში შეიცვალოს. 2025 წლისთვის სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ისრაელი ვაშინგტონის მხარდაჭერით ფარული კიბერკამპანიებიდან პირდაპირ სამხედრო მოქმედებებზე გადავიდა. დარტყმები ისრაელის კოორდინირებული ძალისხმევის ნაწილი იყო, რომლის მიზანიც ირანის ყველაზე სენსიტიური ბირთვული ინფრასტრუქტურის დაზიანება იყო. სამიზნეების შემთხვევითი არ ყოფილა. ნათანზი, რომელიც ირანის გამდიდრების პროგრამის მთავარი ცენტრი იყო, ზუსტი საბრძოლო მასალებით დაარდლეს, რათა გაენეიტრალებინათ თანამედროვე ცენტრიფუგების დარბაზები. ფორდაუ, რომელიც ქომთან ახლოს მთისქვეშაა განთავსებული და სპეციალურად ავიადარტყმების წინააღმდეგ გააგებული, ბანკერ ბასტერის ტიპის საბრძოლო მასალით დაარდლეს. ისპაჰანთან ახლოს მდებარე ობიექტები, მათ შორის ურანის გარდაქმნის ადგილები და კრევითი ცენტრები ასევე დაარდლეს. დარტყმებს მხარს უჭერდა აშშ-ის დაზვერვა, სატელიტური მეთოყურეობა და ლოგისტიკური კოორდინაცია. თუმცა ვაშინგტონმა თავი შეიკავა საკუთარი ავიაციის გაგზავნისგან. კამპანია წააგავდა ადრინდელ მცდელობებს, როგორიც იყო სტაქსნეტი 2010 წელს კიბეროპერაცია, რომელმაც ასობით ცენტრიფუგა გაანადგურა და 2021 წლის დივერსია ნატანსში, რომელმაც ენერგოსისტემები გამოირთო. მაგრამ 2025 წელი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელმა ღიად გაამწვავა სიტუაცია და მრავალ ობიექტზე უწყვეტი საჰაერო დათმები განახორციელა. ანალიტიკოსების შეფასებით თავდასხმებმა ასობით ცენტრიფუგა გაანადგურა, ან გამოუყენებლად აქცია და გამდიდრების შესაძლებლობა მინიმუმ 2-3 წლით უკან დაახევინა. თუმცა დარტყმებმა პროგრამა არ გაანადგურა. ირანმა თავისი ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გაფანტა, გაამაგრა ისეთი ობიექტები, როგორიცაა ფორდაუ და გამდიდრებული ურანი რამდენიმე ადგილას დააგროვა. რამდენიმე თვეში ინსპექტორებმა განაცხადეს, რომ ირანი კვლავ ინახავდა 120 კილოგრამზე მეტ 60%-მდე გამდიდრებულ ურანს, რაც საკმარისია ბარიერის გარღვევის დრო რამდენიმე კვირამდე შეამციროს. თეირანმა უპასუხა გამოწვევით, დააჩქარა სამუშაოები გაუმჟღავნებელ ობიექტებზე და კიდევ უფრო შეზღუდა საერთაშორისო ინსპექტორები. საუდის არაბეთისთვის ეს დარტყმები ერთდროულად იყო როგორც შვება, ასევე გაფრთხილება. შვება იმიტომ, რომ ისრაელმა იმოქმედა იმაზე, რასაც რიადში ეგზისტენციურ საფრთხედ მიიჩნევდნენ. გაფრთხილება იმიტომ, რომ ასეთი ძლიერი დარტყმის შემდეგაც კი ირანის ბირთვული შესაძლებლობები კვლავ არსებობდა. ბირთვული შესაძლებლობების მქონე ირანის კოშმარი არ გამქრალა, მხოლოდ გადაიდო. და ამ გადადებას თან ახლდა შურისძიების, პროქსი ესკალაციის და იმის რისკი, რომ ირანი კიდევ უფრო გააძლიერებდა მიწისქვეშა საქმიანობას, რაც შემდეგი რაუნდის შეჩერებას კიდევ უფრო გაართულებდა. აი რატომ დგას ბირთვულის საკითხი ამ დაპირისპირების ცენტრში.
ეს მხოლოდ ცენტრიფუგებსა და გამდიდრების დონეებს არ ეხება. ეს ეხება ძალთა ბალანსს ყურის რეგიონში, ალიანსების სანდოობას და შიშს, რომ ირანში ერთმა გარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს რეგიონული შეიარაღების რბოლა, რომელიც ათწლეულები გაგრძელდება. საუდის არაბეთისთვის ამ შედეგის შეჩერება უბრალოდ ერთ-ერთი პრიორიტეტი არ არის. ეს მისი უსაფრთხოების და რეგიონში საკუთარი ადგილის ხედვის საფუძველშია. იმავე მისწრაფებამ შეეჩერებინა ირანის მზარდი საფრთხე მტრობად პირდაპირ ღია ბრძოლის ველებზე გადაიტანა მთელ რეგიონში. თუ ეს ბირთვული ჭრტილი და მთელი ეს პროქსი ქაოსი და გაინტერესა, დააჭირე ლაიქს და გამოიწერე არხი. ეხლა ყველაზე რთულ ნაწილებზე გადავდივართ. ამის შემდეგ კონფლიქტი კონკრეტულ ბრძოლის ველებზე გადავიდა და იემენი სწრაფად გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. შეხედე რუკას და მიხვდები, რატომ აქცია ირანმა ეს ქვეყანა ბრძოლის ველად. იემენი საუდის არაბეთის სამხრეთ საზღვართან მდებარეობს და ბაბ-ელ-მანდების სრუტეზეა გადაჭიმული, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ წერტილს, სადაც მსოფლიო ვაჭრობისა და ნავთობის გადაზიდვების თითქმის 10% გადის. იქ გავლენა ნიშნავს ზეწოლას სამეფოს კართან და ბანდერბერგეთს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტზე. სხვა სიტყვებით, იდეალური მდებარეობაა. აქ ჰუსიტები აღზევდნენ ძლიერ ძალად. ირანის მხარდაჭერით მათ გააფართოვეს გავლენა სადადან დედაქალაქ სანამდე 2014 წლისთვის. კიდევ ერთხელ ირანმა არ გაგზავნა დიდი არმიები. მან დაეკორდნა დაბალბიუჯეტიან, მაგრამ მაღალი ეფექტის მქონე ინსტრუმენტებს. ბალისტიკური რაკეტები, დრონები, რომლებიც 100-100 კილომეტრის სიღრმეში საუდის არაბეთის ტერიტორიაზე დარტყმეს უნარს ფლობენ, წურთნები და მუდმივი ფინანსური მხარდაჭერა. საუდის არაბეთმა 2015 წელს უპასუხა სამხედრო ინტერვენციით, სახელწოდებით გადამწყვეტი ქარიშხლის ოპერაცია. მობილიზებული იქნა 100-ზე მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავი, 150,000 ჯარისკაცი და კოალიციის პარტნიორები 9 ქვეყნიდან, რათა ჰუსიტები უკან დაეხიათ და მეგობრული მთავრობა აღედგინათ. შემდეგ კონფლიქტმა შოკი გამოიწვია, რომელმაც რეგიონს ბევრად გადააჯარბა. 2019 წლის სექტემბერში კოორდინირებული დრონებისა და საკრუიზო რაკეტების შეტევები გახორციელდა უზარმაზარ აბკაკის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტსა და ხირაისის ნავთობის საბადოზე. მხოლოდ აბკაკი დღეში დაახლოებით 7 მილიონ ბარელ ნავთობს ამუშავებს, რაც საუდის არაბეთის წარმოების სიმძლავრის თითქმის ნახევარია. თითქმის ერთ ღამეში საუდის არაბეთის ნავთობის წარმოება 5.7 მილიონი ბარელით შემცირდა დღეში, რაც გლობალური მიწოდების დაახლოებით 5%-ს შეადგენს. ნავთობის ფასები ერთ დღეში 20%-ით გაიზარდა, რაც 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდაა. ტანკერების დაზღვევის ხარჯები მკვეთრად გაიზარდა და მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რამდენად მხიფია ენერგიის მიწოდება, როცა უდაბნოში ერთი დარტყმა მთელ გლობალურ ბაზრებს აზანზარებს. ამ მომენტმა ერთი მნიშვნელოვანი რამ გამოკვეთა. ირანს სერიოზული ზიანის მისაკანებლად პირდაპირი შეჭრა არ დასჭირდა. იემენი ზეწოლის წერტილად იქცა, რომელიც პირდაპირ საუდის არაბეთის საზღვარზე მდებარეობს, მაგრამ ამ სტრატეგიის უკან დამანგრეველი ადამიანური ფასიც იდგა. ომმა გამოიწვია ის, რასაც აშშ მსოფლიოში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს უწოდებდა. შიმშილმა დიდი ტერიტორიები მოიცვა, სამედიცინო სისტემები დაინგრა. 2022 წლისთვის შეფასებებით ბრძოლების, შიმშილისა და დაავადებების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 377,000 აჯარბებდა, საიდანაც 70% 5 წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ. 4 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილდა, ხოლო იემენის მოსახლეობის 80%-ს, ანუ 24 მილიონზე მეტ ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებოდა. მილიონებისთვის ეს გეოპოლიტიკაზე არ იყო საუბარი. ეს ყოველდღიურ გადარჩენას, ცარიელ თეფშებსა და სიცოცხლეს ეხებოდა, რომელიც სრულად დაწყებამდე წყდებოდა. ამავე დროს კიდევ ერთი ფრონტი ისეთივე სიმძაფრით იწოდა. სირიაში, როდესაც მთავრობა დაშლის პირას იყო, ირანი აქტიურად ჩაერია ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერად. მან გაგზავნა ათასობით რევოლუციური გვარდიის მრჩეველი და სპეციალური დანაყოფები, გამოკო მილიარდობით ფინანსური დახმარება და მჭიდროდ ითანამშრომლა ჰეზბოლას მებრძოლებთან ადგილზე. 2013 წლისთვის ჰეზბოლამ სირიაში 7,000-ზე მეტი მებრძოლი გაგზავნა და გადამწყვეტი როლი ითამაშა ისეთ ბრძოლებში და ის ბრძოლში, როგორიც იყო ქურსაირი. ირანმა ასევე მობილიზება გაუკეთა შიიტურ მილიციებს ერაყიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან. შექმნა ტრანსნაციონალური ძალა, რომელმაც ასაც გადამწყვეტი ცოცხალი ძალა მისცა მაშინ, როცა მისი არმია იშლებოდა. საუდის არაბეთი უჭერდა მხარს მოწინააღმდეგე ძალებს, ფაროუქსელებში აძლევდა ფულსა და იარაღს ამბოხებულ ჯგუფებს. თურქეთთან და ყატართან ერთად ერ-რიადი ცდილობდა ასადის დასუსტებას და ირანისთვის პოზიციის წართმევას. თუმცა ირანისთვის სირია მხოლოდ ერთი საბრძოლო ველი არ იყო. ეს იყო კრიტიკული რგოლი, დერეფანი, რომელიც თეირანს ბაღდადთან, დამასკოსთან და საბოლოოდ ლიბანში ჰეზბოლასთან აკავშირებდა. მისი უზრუნველყოფა ნიშნავდა გრძელვადიან სტრატეგიულ სიღრმეს და პირდაპირ ცდომას ხმელთაშუა ზღვაზე, რაც ლევანში ძალთა ბალანსს ცვლიდა, მაგრამ ფასი უზარმაზარი იყო. სირიის ომი 21 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან კონფლიქტად იქცა. გაეროს შეფასებით 9 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 6.8 მილიონზე მეტი ლტოლვილად გაიქცა ქვეყნიდან, ხოლო კიდევ 6 მილიონი შიდა გადაადგილებული გახდა. თელექალაქები, როგორიცაა ალეპო, ჰომსი და რაქა, ნანგრევებად იქცა. ქიმიური იარაღი რამდენჯერმე გამოიყენეს, რამაც საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია. ეკონომიკა ჩამოიშალა. 2011-დან 2016 წლამდე MCP 60%-ზე მეტით შემცირდა. ომი წლების განმავლობაში გაგრძელდა, დატოვა ღრმა იარები თაობებში და შექმნა ჰუმანიტარული კრიზისი, რომელმაც სირიის საზღვრებს ბევრად გადააჯარბა. და მაინც, ცვალებადი ალიანსებისა და განადგურების მიუხედავად, ძირითადი დინამიკა უცვლელი დარჩა. სირია კიდევ ერთი ასპარეზი იყო, სადაც ირანი და საუდის არაბეთი მარიონეტული ძალების მეშვეობით იბრძოდნენ. თითოეული მათგანი ცდილობდა მეორესთვის გამარჯვება არ დაეშვა, თუ ზედაპირს გადავაცლით, იგივე მეტოქეობაა, რომელიც სისხლსა და ნგრევაში ვითარდებოდა.
შემდეგ იყო უფრო მშვიდი ასპარეზები. ადგილები, სადაც გავლენა სრულმასშტაბიანი ომის გარეშე იზრდებოდა. ერაყში ირანის მხარდაჭერილი მილიციები რეალურ ძალაუფლებას იძენდნენ, რუგდნენ როგორც უსაფრთხოების ძალებში, ასევე პოლიტიკაში. ლიბანში ჰეზბოლა დომინანტ ძალად იქცა. მთავრობის გადაწყვეტილებებს აღალებებდა და ამავდროულად დიდ შეიარაღებას ინარჩუნებდა. ბაჰრეინში საუდის არაბეთმა 2011 წელს ჯარები შეიყვანა, რათა ჩაეხშო არეულობა, რომელსაც ირანის გავლენასთან აკავშირებდა. ნათელი გახდა, რომ ეს მეტოქეობა ერთ ადგილას არჩებოდა. ის გადაადგილდებოდა, ადაპტირდებოდა და ვრცელდებოდა ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა იყო. დროდადრო კი დაძაბულობა ფონს არჩებოდა. ის მოულოდნელად პირდაპირ და უგულებელყოფის საშუალებას არ იძლეოდა. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მომენტი იყო 2016 წლის იანვარში, როდესაც საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ პროვინციიდან ცნობილი შიიტის სასულიერო პირი ნიმრ ალ-ნიმრი სიკვდილით დასაჯა. ნიმრი მხოლოდ რელიგიური ფიგურა არ იყო. ის გახდა საუდის მონარქიის ძლიერი და ღიად მომხრე კრიტიკოსი. მოითხოვდა მეტი უფლებას შიიტი უმცირესობისთვის და საჯაროდ აყენებდა ეჭვოდ ქვეშ მმართველი სისტემის ლეგიტიმურობას. ერიადის თვალსაზრისით ასეთი დაუმორჩილებლობა უბრალოდ განსხვავებული აზრი არ იყო. ეს იყო საფრთხე სტაბილურობისა და ხელისუფლებისთვის. ამიტომაც სიკვდილით დასჯას თავისი გზავნილი ჰქონდა. ეს მიზნად ისახავდა შინ ძალის ჩვენებას, სხვებისთვის გაფრთხილებას, რომ არ გადაეკვეთათ ეს ზღვარი და საუდის არაბეთის საზღვრების გარეთ მინიშნებას, რომ სამეფო არ მოითმენდა იმას, რასაც ის ირანის გავლენით გამოწვეულ არეულობად მიიჩნევდა თავის ტერიტორიაზე. მაგრამ ასეთი ქმედებები შეზღუდული არ რჩება, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაპირისპირება უკვედრება უკვე დაძაბულია. ირანში რეაქცია მყისიერი და ძლიერი იყო. ნიმრი შიიტურ თემებში ფართოდ სცემდნენ პატივს და მისი სიკვდილით დასჯა მხოლოდ პოლიტიკურ აქტად არ აღიქმებოდა. ეს შიიტური იდენტობის წინააღმდეგ თავდასხმად მიიჩნიეს. პროტესტებები სწრაფად გავრცელდა, ბრბოებმა ქუჩები გაავსეს. თეირანში დემონსტრანტებმა შტურმით აიღეს და ცეცხლი წაუკიდეს საუდის არაბეთის საელჩოს, რის გამოც დიპლომატებს გარცევა მოუწიათ. ირანის ლიდერებმა მკაცრად დაგმეს სიკვდილით დასჯა. მას დანაშაულად მოიხსენიებდნენ და საუდის არაბეთის მტრულ დამოკიდებულებად მიიჩნიეს შიიტი მუსლიმების მიმართ. რამდენიმე დროში დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა. საუდის არაბეთმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან და მისმა რამდენიმე მოკავშირემაც იგივე გააკეთა, რაც კიდევ უფრო გააღრმავა დაპირისპირება. ის, რაც საუდის არაბეთის შიგნით როგორც შიდა გადაწყვეტილება დაიწყო, სწრაფად გადაიქცა რეგიონულ კრიზისად. სწორედ აქ ხდება ნათელი უფრო ღრმა გავლენა. ამ მოვლენამ მხოლოდ წამიერად არ გაზარდა დაძაბულობა, მან მეტოქეობა უფრო ემოციურ და ღრმად გამჯდარ მდგომარეობაში გადაიყვანა. სექტორული ხაზები გამკაცრდა, რაც ხშირად პოლიტიკურ ბრძოლას უფრო პირადულ და ემოციურ დაპირისპირებად აქცევდა. ამავე დროს ორ მთავრობას შორის დარჩენილი დიალოგის არხებიც დაინგრა, რაც თანამშრომლობის წარმოდგენას კიდევ უფრო ართულებდა. ამან ასევე გააძლიერა ის ნარატივები, რომელსაც ორივე მხარე წლების განმავლობაში ქმნიდა. ირანისთვის ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომ საუდის არაბეთი შიიტურ თემებს ავიწროებდა. საუდის არაბეთისთვის ეს კიდევ უფრო ამყარებდა ძმენას, რომ ირანი მის საზღვრებში ერეოდა და არეულობას იწვევდა. სწორედ ეს ხრის ასეთ მომენტებს ასე საშიშს. ის, რაც შეიძლება შიდა საკითხად დარჩენილიყო, საბოლოოდ გადაიქცა კიდევ ერთ დაძაბულ წერტილად, ბევრად უფრო დიდ ცივ ომში. ყველაფრის მიუხედავად, რეალურად არაფერი შეცვლილა. საუდის არაბეთი და ირანი კვლავ იმავე ბრძოლაში იყვნენ ჩაბმული ლეგიტიმურობისა და გავლენისათვის. კვლავ აგზელებდნენ მოქმედებას პროქსების მეშვეობით, კვლავ იბრძოდნენ სიმბოლოებით და ორივე მხარეს კვლავ სჯეროდათ, რომ უკან დახევა არ იყო არჩევანი. ამ გამოფიტული ციკლის წლების შემდეგ ორივე მხარე დაღლილად გამოიყურებოდა. სწორედ მაშინ დაიწყო რაღაც მოულოდნელის ფორმირება. 2023 წლის მარტში მოხდა რაღაც, რაც თითქმის ყველასთვის მოულოდნელი იყო. საუდის არაბეთმა და ირანმა გამოაცხადეს, რომ აღადგენდნენ დიპლომატიურ ურთიერთობებს და ეს შეთანხმება არ შეეთანხმეს შეერთებულმა შტატებმა, არამედ ჩინეთმა. პეკინი შუამავლის როლში გამოვიდა. შესთავაზა ნეიტრალური სივრცე და ეკონომიკური სტიმულებით დაადასტურა თავისი მხარდაჭერა. როგორც რიადისთვის, ისე თეირანისთვის ეს იყო შესაძლებლობა თავიდან დაეწყოთ ურთიერთობა ინდოეთის გარეშე, რომელიც ჩვეულებრივ დასავლური შუამავლობით მოდიოდა. და ერთი მომენტით ჩანდა, რომ ეს მართლაც შეიძლებოდა გამოსულიყო. რამდენიმე თვეში ორივე დედაქალაქში საელჩოები გაიხსნა და მხარეებს შორის ტონი შემსუბუქდა. წლების ესკალაციის, პროქსი კონფლიქტებისა და დიპლომატიური კრიზისების შემდეგ ეს სხვანაირად გრძნობოდა. ეს იყო პაუზასავით, იქნებ უფრო სტაბილური რაღაცის დასაწყისიც კი. მხოლოდ სიმბოლიზმსაც კი რეალური მნიშვნელობა ჰქონდა. საუდის არაბეთს ძლიერი მიზეზები ჰქონდა სიტუაციის დასამშვიდებლად. მისი ხედვა 2030-ის გეგმა დამოკიდებული იყო სტაბილურობაზე, უცხოურ ინვესტიციებზე და პროგნოზირებად გარემოზე, რათა გაემრავლფეროვნებინა თავისი ეკონომიკა. ირანი მეორე მხრივ მძიმე სანქციებისა და მუდმივი ზეწოლის ქვეშ იყო. ამიტომ ნებისმიერი ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისთვის ფასეული იყო. და იყო ჩინეთიც, რომელმაც ზუსტად ის მიიღო, რაც სურდა. მან დაამტკიცა, რომ შეუძლია ახლო აღმოსავლეთში ჩაერთოს და სერიოზული დიპლომატიური როლი შეასრულოს, არა მხოლოდ ეკონომიკური. და სწორედ ამიტომ მიიპყრო ამ შეთანხმებამ ასეთი დიდი ყურადღება. ზოგმა უფრო დიდი კითხვა დასვა. იყო ეს ნიშანი იმისა, რომ ამერიკის გავლენა რეგიონში იწყებდა ცვლილებას, მაგრამ როცა სათაურებს მირმა ჩაიხედავ, შეთანხმების საზღვრები ნათელი ხდება. ყველაზე რთული საკითხები ხელუხლებელი დარჩა. იემენში ომი კვლავ მოუგვარებელია. ირანის მხარდაჭერილი მილიციები მთელ რეგიონში ისევ მოქმედებდნენ როგორც ადრე. და მთავარი კითხვა, ვინ დააკავებდა დომინანტურ პოზიციას ახლო აღმოსავლეთში, საერთოდ არ განხილულა. არ არსებობდა მყარი უსაფრთხოების გარანტიები, არც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტეგრაციის გეგმები და რაც მთავარია, არ არსებობდა ნამდვილი ნდობის საფუძველი ორ მხარეს შორის. შეთანხმებამ შექმნა პაუზა, მაგრამ თავად მეტოქეობა არ გადაუწყვეტია. ასე რომ ხელის ჩამორთმევა რეალური იყო, მაგრამ გადაწყვეტა არა.
შეთანხმებამ დრო მოიგო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს საკმარისი იყო. მაგრამ როგორც კი ზეწოლა ისევ დაიწყო, ბზარები გამოჩნდა და ეს იყო შეხსენება. ეს მეტოქეობა არასოდეს მოგარებულა ბოლომდე. ის უბრალოდ ელოდებოდა შემდეგ მომენტს, რომ კვლავ გამოჩენილიყო. და ხო ჩვენ მივედით დღევანდელ მომენტამდე და ტონი ისევ იცვლება. 2026 წელს ირანსა და საუდის არაბეთს შორის ძველი მეტოქეობა სწრაფად მძაფრდება. ირანის მხარდაჭერილი თავდასხმები მატულობს და რეგიონში ატმოსფერო უფრო დაძაბული, მკვეთრი და საშიშია, ვიდრე წლების განმავლობაში ყოფილა. საუდის ლიდერები აღარ საუბრობენ ფრთხილად და აღარ ტოვებენ ორაზროვნის ადგილს. ისინი ღიად ამბობენ, რომ დობა აღარ არსებობს და რიადიდან წამოსული ენა ბევრად უფრო მკაცრია. პროქსი ბრძოლები რეალურად არასდროს შეწყვეტილადილა და ისეთი ჯგუფები როგორიცაა ჰათები მუდმივ ზეწოლას ახდენენ, თავს ესხმიან გემებს წითელ ზღვაში და ენერგიის ნაკადებს ემუქრებიან. ამჯერად ზემოქმედება ზუსტად იმ ადგილას ხდება, სადაც საუდის არაბეთი თავს ყველაზე დაუცველად გრძნობს. სწორედ ეს ხდის ამ მომენტს ასე განსხვავებულს. წლების განმავლობაში საუდის არაბეთი ნავთობის გარდა ნავთობზე უფრო დიდი მომავლის შექმნას ცდილობდა. ხედვა 2030 ჩაფიქრებული იყო როგორც გრძელვადიანი გარდაქმნა, გზა, რომლითაც შემცირდებოდა დამოკიდებულება და გაიხსნებოდა ახალი ეკონომიკური გზები. ასეთი პროექტები, როგორიცაა ნეომი, რომელიც წითელი ზღვის სანაპიროზე შენდება, სწორედ ამ მომავლის დასამყარებლად იყო განკუთვნილი. ახალი სავაჭრო მარშრუტები და ლოგისტიკური ჰაბები უნდა დახმარებოდა სამეფოს გამძლეობის გაძლიერებაში. მაგრამ როდესაც გადაზიდვის მარშრუტები ირღვევა და სხვავის ხარჯები იზრდება და თვირთის მოძრაობა ნელდება. და ეს გეგმები უფრო მყიფედ გამოიყურება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ისაც ადრე შორეულ კონფლიქტად გვეჩვენებოდა, ეხლა პირდაპირ ეჯახება საუდის არაბეთის ეკონომიკურ ამბიციებს. დიდი ხნის განმავლობაში ერ-რიადის სტრატეგია შეკავებაზე იყო აგებული. მიზანი იყო ირანის გავლენის შეზღუდვა, მეტოქეობის გამწვავების თავიდან აცილება და მასშტაბური ესკალაციის თავიდან არიდება. ეს მიდგომა ახლა იწყებს ცვლილებას. მოხსენებები მიუთითებს, რომ მოჰამედ ბინ სალმანი უფრო აგრესიულ პოზიციას იკავებს. ამ საკითხს პირად საუბრებში დონალდ ტრამპთანაც კი აგენებს და ამტკიცებს, რომ ეს მომენტი შეიძლება ირანის უფრო სერიოზულად დასასუსტებლად იქნას გამოყენებული. მაგრამ ასეთი აზროვნება სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული. სისტემის დამხობა სტაბილურობას არ ეძლევა გარანტიას. უფრო ხშირად ეს კარს უხსნის ქაოსს, შიდა ძალაუფლებისთვის ბრძოლას და კონფლიქტებს, რომლებიც მის საზღვრებს გარეთაც ვრცელდება. საუკუნეების განმავლობაში მეტოქეობდით. სინამდვილეში რაზეა ეს განხეთქილება? ეს ისლამისთვის ბრძოლაა? ირანი არ არის საუდის არაბეთის მეტოქე. მისი არმია მუსლიმურ სამყაროში 5 საუკეთესო არმიას შორის არ არის. საუდის არაბეთის ეკონომიკა ირანის ეკონომიკაზე დიდია. ირანი ვერ უტოლდება საუდის არაბეთს. ირანი კი თავის მხრივ ისევ სულ სხვა თამაშს თამაშობს. პირდაპირ დაპირისპირების ნაცვლად ირანი ეყრდნობა თავის პროქსი ქსელს და იყენებს მცირე მიზანმიმართულ დარტყმებს, რომლებიც მუდმივ ზეწოლას ახდენს სრულმასშტაბიანი ომის გამოწვევის გარეშე. ეს არის სტრატეგია, რომელიც მოქნილობაზეა აგებული. პრობლემები შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ადგილას გაჩნდეს. რაც საუდის არაბეთს აიძულებს ყურადღება გაანაწილოს. ერ-რიადი პასუხობს ფულით, დიპლომატიით და გლობალური პარტნიორობით, მაგრამ სტილების განსხვავება მთელ სიტუაციას უფრო გაურკვეველს ხდის. ამავე დროს ირანი შინ მზარდ ზეწოლას ებწვის. ეკონომიკა დაძაბულობაშია, ვალუტა დასუსტებულია. ინფლაცია პერიოდულად 40%-ს გადააჯარბა, ხოლო ახალგაზრდებში უმუშევრობა კვლავ მაღალია. ასეთი ზეწოლა ნელა, მაგრამ სტაბილურად გროვდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და შეიძლება ნებისმიერ მიმართულებით წავიდეს. ეს შეიძლება გადაიზარდოს სისტემით უკმაყოფილებაში, ან შეიძლება გაამყაროს წინააღმდეგობა, როცა გარე ზეწოლა იზრდება. ასე რომ ეს აღარ არის უბრალოდ მორიგი ციკლი ხანგრძლივ მეტოქეობაში. ეს უფრო გავს ნიმუშს, რომელიც მუდმივად თავიდან ინიწყავიდან იწყება და ყოველი რაუნდი უფრო მძაფრია ვიდრე წინა. ყოველი პაუზა დროებითი იყო და ყოველი დაბრუნება უფრო დიდი ინტენსივობით ხდებოდა. ახლანდელ მომენტსაც იგივე შეგრძნება აქვს, მაგრამ უფრო მაღალი ფსონებით. ისე თითქოს შედეგს შეუძლია შეცვალოს არა მხოლოდ ამ ორ ქვეყანას შორის ბალანსი. ჰუსიტები კვლავ აქტიურობენ ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სავაჭრო მარშრუტია. მსოფლიო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დერეფანში გადის. ყოველი თავდასხმა ზრდისა და ზღვევო ხარჯებს, ანელებს გადაზიდვებს და ზრდის საწოვისა და საქონლის ფასს. ეს გავლენა ბევრად ცდება რეგიონს და აღწევს ოლოდგეურ ცხოვრებამდე, იმ ადგილებშიც კი, სადაც ეს კონფლიქტი ძალიან შორეულად აღიქმება. საუდის არაბეთისთვის კი საფრთხე დაუყოვნებელი და პირადულია. ძირითადი ნავთობის ობიექტები მისაცდომ მანძილზეა და ყოველი წარმატებული დათმა მიანიშნებს, რამდენად დაუცველია სამეფოს ძირითადი შემოსავალი. 2019 წელს აფგაზის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტზე თავდასხმამ ნათლად აჩვენა, რამდენად სწრაფად შეუძლია ერთმა შეფერხებამ მსოფლიო ბაზრები შეარყიოს. თუ მსგავსი შემთხვევები გახშირდება, ნავთობის ფასები გაიზრდება, ამას ინფლაცია მოხვება და გავლენა ბევრად უფრო შორს გავრცელდება, ვიდრე მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში. აერატომაც რჩებიან გარე ძალები ასე აქტიურად ჩართულნი. შეერთებული შტატები ინარჩუნებს მჭიდრო უსაფრთხოების კავშირებს საუდის არაბეთთან. იარაღის გარიგებებიდან დაწყებული სადაზორო თანამშრომლობით დამთავრებული ცდილობს დააბალანსოს მხარდაჭერა და ამავე დროს თავიდან აიცილოს უფრო ფართო კონფლიქტი. შინეთი ამ საკითხს სხვა კუთხით უდგება. მან ხელი შეუწყო 2023 წლის შეთანხმებას რიადსა და თეირანს შორის, რითაც ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც სტაბილურობის მომტანი ძალა. მაგრამ მისი ძირითადი ინტერესი კვლავაც სტაბილური ვაჭრობა და საიმედო ენერგომომარაგებაა. თუმცა პეკინისთვის გამოწვევა ნათელია. მას შეუძლია დიპლომატიური გარები გაააღოს, მაგრამ არ აქვს სამხედრო შესაძლებლობა, რომ სტაბილურობა უზრუნველყოს დაძაბულობის დროს. ეს კი გავლენას აძლევს, მაგრამ კონტროლი შეზღუდულია და ეს ქმნის გადატვირთულ რთულ ასპარეს. პროცესში ჩართულია მთავარი ძალები, თითოეულს თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ არც ერთი არ აკონტროლებს სრულად.
ასეთ გარემოში კი არასწორი გათვლის რისკი იზრდება. თუმცა საუდის არაბეთის აზროვნება აშკარად იცვლება. შეკავება უკვე საკმარისად აღარ მიიჩნევა. რიადიდან წამოსული სიგნალები მიუთითებს მზარდ რწმენაზე, რომ ერთადერთი გრძელვადიანი გამოსავალი თავად ირანში ცვლილებებშია. ეს მიუთითებს დაცვიდან უფრო მკვეთრ პოზიციაზე გადასვლაზე, ეკონომიკური ზეწოლის, პოლიტიკური ბერკეტების და შესაძლოა სხვა მეთოდების გამოყენებით. ირანი ადვილი სამიზნე არ არის. მას ყავს დიდი მოსახლეობა, გამოცდილი უსაფრთხოების ძალები და აცლეულების გამოცდილება სანქციების პირობებში ადაპტაციაში. თუმცა ეკონომიკური წნეხი რეალურია. ამიტომ ეს მეტოქეობა კიდევ ერთ საშიშ ფაზაში შედის. ორივე მხარე წნეხის ქვეშაა, ორივე გადამწყვეტია და ორივეს აქვს მიზეზი, რომ უფრო ძლიერად იმოქმედოს. რა მოხდება შემდეგ, ეს გადაწყვეტს, გაგრძელდება თუ არა ეს ციკლი, თუ საბოლოოდ გადაიზრდება რაღაც ბევრად დიდში. მაშ, რა იქნება შემდეგ? ეს არის კითხვა, რომელიც ყველაფერს დაკიდია და პასუხი მარტივი არ არის. წინ რამდენიმე გზა არსებობს და არც ერთი მათგანი არ ჩანს სრულად სტაბილურად. ერთი გზა არის ნელა მიმდინარე ესკალაცია, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს. პროქსი დარტყმები გრძელდება, ინფრასტრუქტურაზე ურაზე შეტევებით ალღებად ხდება და ზეწოლა იზრდება მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტებზე. ეს რეგიონს მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებს, ყოველთვის ფხიზლად, მაგრამ სრულმასშტაბიან ომამდე საქმე არ მიდის. ეს არეულობაა ძვირად გრებული და არაპროგნოზირებადი, მაგრამ ასევე ნაცნობია. ორივე მხარეს ეს სივრცე კარგად ესმის და იცის, როგორ იმოქმედოს მასში. მაგრამ ეს ბალანსი მყიფეა და მისყიფეა და მისი დარღვევა დიდს არაფერს სჭირდება. კიდევ ერთი გზა სერიოზული შეცდომაა. ერთი შეტევა ზედმეტად შორს მიდის, ან ერთი პასუხი გადაკვეთს ხაზს, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია. ამ მომენტში კონფლიქტი შეიძლება კონტროლირებადი ზეწოლიდან ბევრად უფრო მასშტაბურ და რთულად შესაკავებელ მდგომარეობაში გადავიდეს. შემდეგ არის გაუთვალისწინებელი ფაქტორი და ის თავად ირანშია. ეკონომიკურმა წნეხმა, კაცრმა პოლიტიკურმა კონტრკონტროლმა და მზარდმა უკმაყოფილებამ უკვე გამოიწვია პროტესტები წარსულში. თუ ეს წნეხები კვლავ გაიზრდება, სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, მაგრამ ესეც კი არ იძლევა სტაბილურობის გარანტიას. თუ სისტემა დასუსტება ან დაიბზარება, ეს შეიძლება გახდეს შიდა ძალაუფლებისთვის ბრძოლის, ფრაგმენტაციისა და არასტაბილურობის მიზეზი, რომელიც მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდება. სვლილება ყოველთვის არნიშნავს სიმშვიდეს. ზოგჯერ ეს სხვა ტიპის ქაოსს ქმნის და ეს ყველაფერი ერთ მარტივ რეალობას უკავშირდება. ეს მეტოქეობა გლობალური ენერგეტიკისა და ვაჭრობის ცენტრშია. იემენიდან გაშვებული რაკეტა ან საუდის ნავთობის ობიექტებთან განხორციელებული დარტყმა ადგილობრივად არ რჩება. ეს ტალღასავით ვრცელდება, გადასცელდება, გადაზიდვის ხარჯები იზრდება, ნავთობის ფასები მყისიერად რეაგირებს. ეს ზრდა მიწოდების ჭაჭობში გადადის და საბოლოოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახება. სათოვის ფასებში, ტრანსპორტირების ხარჯებში, თქვენ სასურსათო პროდუქტებში. მაშინაც კი თუ თქვენ შორს ხართ ამ კონფლიქტისგან, მაინც გრძნობთ მის გავლენას. საბოლოოდ ამ ცივი ომის ისტორიის სრული სიუჟეტი ირანის რევოლუციამდე მიდის. მას შემდეგ ეს მარიონეტული ომების, ხანმოკლე პაუზებისა და განახლებული დაძაბულობის ხანგრძლივი მეტოქეობაა, სადაც ყოველი ახალი ეტაპი უფრო მაღალი ფსონებითა და უფრო მკვეთრი შედეგებით გამოირჩევა ვიდრე წინ. აი რატომაც 2026 წელი ასე გადამწყვეტ მომენტად გვეჩვენება. ახლა კითხვა აღარ არის მხოლოდ ის, ვინ მოიპოვებს უპირატესობას. საკითხი ისაა, გაგრძელდება თუ არა ეს მეტოქეობა რეგიონისა და მსოფლიოს დიდი ნაწილის ჩათრებით, თუ ბოლოს და ბოლოს რაღაც შეიცვლება. ახლო აღმოსავლეთმა უკვე საკმარისად გადაიტანა კონფლიქტებისა და მოჩვენებითი სიმშვიდის ეტაპები. ფასი ძალიან მაღალი იყო და კვლავაც იზრდება. რა მოხდება შემდეგ? ჩვენ გადავწყვეტთ, გაგრძელდება თუ არა ეს მეტოქეობა და სხვებსაც თან გაიყოლებს, თუ ბოლოს და ბოლოს ეს წრე დაირღვევა. თუ გსურთ, რომ ამ მეტოქეობის შემდეგი გამწვავებისთვის მზად იყოთ, დააწაკით მოწონების ღილაკს და გამოიწერეთ არხი. დამიჯერეთ, ფეიერვერკები ჯერ არ დასრულებულა და არც დრამაა დასრულებული.